პასუხობს ეპისკოპოსი ზოსიმე სკანდალურ ბრალდებებს. მამა გიორგის მძიმე აღსარება 31 წლის შემდეგ. Freedom House-ის ხმაურიანი ანგარიში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ როგორ მუშაობს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის შეფასებით ქართული ტროლების ქარხანა. საღამოშვიდობისა, ეს არის მთავარი 6 საათზე, მე თამარ ბაღაშვილი ვარ. წმინდა სინოდის წევრი, რომელიც დღეს სოდომურ ცოდვაში ამხილეს მთავართან დუმილ სარღვევს. მეუფე ზოსიმემ პირველი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მღვდელმთავარი, რომელსაც სასულიერო სემინარიის სტუდენტთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ, ამბობს, რომ ეს ცილისწამებაა, თუმცა მეუფე ვერ უარყოფს მისი ხელწერილის ნამდვილობას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. სკანდალური ამბავი დღეს მამა გიორგი სხილაძემ გაახმაურა. მღვდელი ამბობს, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დააწინაურა და წმინდა სინოდის წევრის სტატუსი მიანიჭა სასულიერო სემინარიის ყოფილ რექტორს, რომელსაც სტუდენტები სოდომურ ცოდვაში ამხელდნენ. რამდენიმე წუთის წინ მამა გიორგის ნათქვამი დაადასტურა ასევე მეუფე ქრისტებორე წამალაიძემ და მანაც წმინდა სინოდის წევრი პრაქტიკულად სოდომურ ცოდვაში ამხილა. ამ თემით ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება გიგლა თუმანიშვილი. გიგლა, რას ამბობს მეუფე ზოსიმე? თამარ, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ოფიციალური კომენტარი მთავარის კამერასთან და მეუფე ზოსიმე დეტალურად ვერ იხსენებს დაახლოებით 31 წლის წინანდელ მომხდარ ამბებს და ამბობს, რომ ის ყველაფერი, რომელიც მის წინააღმდეგ გაჟღერდა გუშინ სოციალური ქსელით, არის ტყუილი და ის არადასტურებს იმ ცილისწამებას და იმ ბრალდებას, რომელიც წაუყენეს მას. ის ამბობს, რომ მას ჰქონდა გარკვეული ურთიერთობა სტუდენტებთან, თუმცა ეს არ იყო ის ურთიერთობა, რომელსაც ისინი აცხადებენ და გულისხმობენ სტუდენტებს. მან თქვა, რომ არ იცნობს არც მამა გიორგი სხილაძეს, არ იცნობს არც კახა კალაძეს, რომელიც იყო ნახსენები მასთან კავშირში და ის ამბობს, რომ ეს არის მოგონილი სტუდენტების მხრიდან. ეს იყო, არ ვიცი, 30 თუ 31 წლის წინ. არც ის გიორგი სხილაძე მახსოვს, არც ის კალაძე მახსოვს, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი და ერთადერთი ეს იყო ჩვენ რომ მოვთხოვეთ სულიერობა და შინაგანად წესის დაცვა და იცით, აი ეროვნული გზნობა ხომ არის უსათუდესი, მაგრამ სულიერობა იმაზე მეტი არის. და აი ეს აქ მოხდა რაღაც, აი სულიერობას დაუპირისპირდნენ ესენი და ის დროება აქეთ გადმოიტანეს, აქეთ ჩვენსკენ გადმოიტანეს და მე ყველაფერი რა ვიცი გადრეს და მეუფე, შეიძლება რომ ყოველს ამბობდეს მამა გიორგი სხილაძე, როგორ ფიქრობთ თქვენ? გიორგი სხილაძე მე მგონია ვიღაცების წაქეზებით და იმით მოქმედებდა, ეს იყო ანტიეკლესიური გამოსვლა, იცით, ეკლესიის წინააღმდეგ იყო გამოსვლა, ეს არ იყო მარტო მეუფისა. თუ ჩვენ იმათ დავეთანხმებოდით და მხარსაუბრდით, შეიძლება ესე არა, მაგრამ საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგ იყო გამოსვლა. წილკნის და დუშეთის მიტროპოლიტ მეუფე ზოსიმე შიოშვილს კარგად ახსოვს ის გამოსვლები, რომელიც მის წინააღმდეგ იმართებოდა სტუდენტების მონაწილეობით და ის ამბობს, რომ მაშინ სტუდენტებს სულ სხვა სურვილი ჰქონდათ მის მიმართ და არა ის, რომ თქვა სულიერების მოწოდება იყო მათი მხრიდან და მიეღოთ ეს მოწოდება. ის ამბობს, რომ გარკვეულწილად სხვა ცხოვრება სურდათ მათ სტუდენტებს, სწორედ ამის გამო გამოდიოდნენ აქციებით და მოთხოვნით, რომ წასულიყო სასწავლებლიდან რექტორის თანამდებობიდან მეუფე ზოსიმე. რაც შეეხება წერილის ნამდვილობას, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ და რომელსაც ნამდვილად აწერს მეუფე ზოსიმე ხელს, მან თქვა, რომ ეს წერილი არ უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომელიც სოდომურ ცოდვასთან იყო კავშირში. მან ასევე ახსენა გამოსვლები და ამ გამოსვლების ორგანიზატორად ქრისტებორე წამალაიძე მოიხსენია, რომელიც იმ პერიოდში იყო სინოდის წევრი და ქართულ ეკლესიას წარმოადგენდა. წამალაიძის შემოგზავნილი რამდენი სამი ახალგაზრდა იყო, რომელთაც არ ვიცი ესე იგი რა მისნები ამოძრავებდათ, მე ხლაც არ ვიცი და აი იმ დროს ეს ის დრო იყო, ურთულესი დრო იყო, მაშინ ჩვენთან ის მიტინგები მიდიოდა მთავრობის სასახლის წინა და ეს სტუდენტების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ესენი უმეტესად აქტიურობდნენ და იქ დღე და ღამე იქ იყვნენ და როდესაც ჩვენ მოვთხოვეთ მათ, ახლა მე როგორც რექტორმა მაშინდელმა მე ვალდებული ვიყავი, მომეთხოვა, რომ სემინარიისათვის პატივიეთსა და შინაგანად წესი ყოფილიყო დაცული სემინარიისა. აი ამან იცით ისეთი შექმნა, დაძაბულობა შექმნა და ისეთი
აზრი გაუჩინათ, რომ თითქოს ამ ეროვნული მოძრაობისადმი რაღაც თითქოს ინერტული ვიყავი. ჩვენ ცხადია ვესაუბრეთ ქრისტეფორე წამალაიძეს, ის მართალია დღეს ქართული ეკლესიის წარმომადგენელი და მღვდელმსახური აღარ არის, ის ბერძნული ეკლესიის სასულიერო პირია და მან ვრცლად აღარ ისაუბრა მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებით, დამატებით დეტალები აღარ გაასაჯაროვა, თუმცა ის წერილი, რომელიც მამა გიორგი სხილაძემ გუშინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, აბსოლუტურად ადასტურებს ქრისტეფორე წამალაიძე და ამბობს, რომ ის წერილები და ის ინფორმაცია, რომელიც მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებით ამ დღეების განმავლობაში და გუშინ საღამოდან სოციალურ ქსელში გავრცელდა, მის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარება. იქ მალხაზის წერილი და ის წერილის გავრცელდა. რაღა გინდათ ვერ გავიგე. თქვენ ვინაიდან იქ იყავით მაშინ, უფრო მეტი დეტალი იცით იმის შესახებ, თქვენ მაშინდელი სასულიერო პირები რასაც ხადებდნენ, ნამდვილად ეს ვერაფერს ვერ გეტყვი, მე არაფერი არ ვიცი. სიმართლეს შესაბამება ის ბრალდება, რომელიც წარმოუყენეს მეუფე ზოსიმეს. მე არ ვიცი. მე არ ვიყავ, მე ვიყავ ეპარქიის ხელმძღვანელი. აი ისინი ახალგაზრდები არიან, რომ მოიძიეთ ის ახალგაზრდები და ისინი გეტყვიან. თქვენ რა გესმოდათ მაშინ, რას ამბობდნენ ამ მეუფესთან დაკავშირებით? მე ნუ მელაპარაკებით. მოიძიეთ მეთქი ვინც ეს დაწერა. დაიწერა საკმაოდ. ხო, მაგრამ ის სინოდის წევრია ეხლა. ვინა? მე არა ვარ მაგათი ეკლესიის წევრი, გამიგე? მე ვარ საბერძნეთის ეკლესიაში. მე წასული ვარ მაგ ეკლესიიდან. ყველაფერი არის გაწერილი და მიაკითხეთ, რომ ყველაფერი მაგდროის არის, ინფორმაცია არის, გაზეთებში არის, ყველაფერი, არავით არის აზრი არ აქვს, რომ ეხლა გითხრათ. მაშინ სტუდენტები მაშინ აცხადებდნენ გარკვეულ პრეტენზიას ამასთან დაკავშირებით? ინფორმაცია გაქვს. სილაძის ინფორმაცია გაქვს. წაიკითხეთ და დამთავრდა. მეუფე ზოსიმი არის სინოდის ოფიციალური წევრი და მიუხედავად ამისა საპატრიარქოს ამ დრომდე უკვე 2 დღეა გასული, რაც სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა საპატრიარქოს წარმომადგენლის შეიძლება ითქვას და სინოდის წევრთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. მეუფე ზოსიმე წილკნის და დუშეთის მიტროპოლიტი უკვე 2009 წლიდან არის და თუმცა ის წერილი, რომელზეც იყო საუბარი და სადაც ამხელდნენ სოდომურ ცოდვაში მეუფე ზოსიმეს, დაახლოებით 1988 წლით თარიღდება. და სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც მეუფე იყო სასულიერო სემინარიის და აკადემიის რექტორი და შეიძლება ითქვას, რომ პირველი რექტორი იყო ის პატრიარქის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი თბილისში და სწორედ პატრიარქის სურვილი იყო, რომ მეუფე ზოსიმე ყოფილიყო ხელმძღვანელი ამ სასწავლებლის. როგორც უკვე გითხარით, საპატრიარქო ამ დრომდე დუმს და ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით სინოდის წევრთან დაკავშირებით არ აკეთებს. მადლობა, გიგლა თუმანიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახალი დოკუმენტი და 31 წლის წინ მომხდარი ამბავი კი დღეს მამა გიორგი სხილაძემ გაასაჯაროვა. სასულიერო პირი საფრანგეთიდან აქვეყნებს 1988 წლით დათარიღებულ დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ სემინარიის მაშინდელმა სტუდენტმა კახა კალაძემ ეპისკოპოსი ზოსიმე სემინარიის შენობაში სოდომურ თავდასხმაში ამხილა. მაშინ ამ სკანდალს დიდი ვნებათ აღელვა მოყვა, თუმცა ცოდვაში მხილებულ მღვდელმთავარს ხელი დააფარა. ახლა მეუფე ზოსიმე, როგორც უკვე ნახეთ, წმინდა სინოდის წევრიც არის და ის წილკნის ეპისკოპოსის თანამდებობასაც იკავებს. იყო გარკვეული, როგორც ამბობდა, ურთიერთობის დამყარების მცდელობა. მღვდელმთავარს ჰქონდა ურთიერთობის დამყარების მცდელობა, მამაო? თვითონ ამბობდა, როგორც თვითონ ამბობდა. ეს მძიმე ამბავი მოხდა სვეტი ცხოვლის ტაძარში, ხო, როგორც აქ იწერება? აბასად? თვითონ აკადემიაში თბილისში სასულიერო საქმეთა აკადემიაში. ეს ძალიან ისეთი მორწმუნე ახალგაზრდა იყო მოსული ეკლესიაში, ძალიან წესიერი იყო და ერთი პერიოდი ძალიან აერია, საერთოდ ვეღარ ვცნობდით. ძალიან ცუდად იყო. მე როგორც ჩანს გამოტყდა იქ და თქვა ეს ამბავი და მე მოხდა მხილება. მოხდა ეპისკოპოსის მხილება. კი, ამის გამო, რომ უბრალოდ დაინტერესდნენ რამდენიმე სტუდენტი და მასთან პეტრა. მაშინ ეს ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი დასაჯეს, თუმცა დღეს ის მღვდელმთავარია და წმინდა სინოდის წევრია. არა, არ დაუჟიათ. მაშინ უბრალოდ მე სტუდენტებთან შეთანხმებით წავიდა რამდენიმე დღით. როგორც სტუდენტებთან მოილაპარაკო, უნდა სასულიერო საერთოდ, მაგრამ უშიშროება უნდა აკეთო. ანუ ამ მღვდელმთავარს მაშინდელი უშიშროება მფარველობდა, ამის თქმა გინდათ?
როცა გამსახურდია პრეზიდენტი გახდა, ამის შემდეგ იგი გადაიყვანეს აკადემიიდან გაუშვეს და დანიშნეს ახლა დოქტორ ივანე გამრეკელი. Freedom House-ის ხმაურიანი ანგარიში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია საქართველოში არსებული სახელისუფლებო ტროლების შესახებ წერს და კონკრეტულ საქმეებსაც ასახელებს. საპრეზიდენტო არჩევნები, საპროტესტო გამოსვლები, კიბერშეტევები, მათ შორის ქვეყნის უმსხვილეს TBC ბანკზე. Freedom House-ის ანგარიში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა კანონის უზენაესობაზე დიდ გავლენას ახდენს. არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს ასევე სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორიც ნათია გოგსაძე გაეცნო დღევანდელ ანგარიშს და ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. ტროლები, ბოტები და ვინაობის არ მქონე ყალბი ანგარიშები. ეს ის რამდენიმე კომპონენტია, რომელიც ინტერნეტ თავისუფლებას საქართველოში საფრთხეს უქმნის. იმის მიუხედავად, რომ Freedom House-ის კვლევის თანახმად საქართველოს ინტერნეტ თავისუფლების კუთხით თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხდა, მთავარ პრობლემებად დასახელებულია ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც თავისი ინსტრუმენტებით გავლენას ახდენს ადამიანთა არჩევანზე და პოლიტიკურ ნებაზეც და ამ კუთხით ინტერნეტ თავისუფლების კუთხით მოყვანილი ყავს Freedom House რამდენიმე მოვლენა, მათ შორის ის საპროტესტო აქციები, ანტისაოკუპაციო აქციები, რომელიც ივნისის თვეში იმართებოდა საქართველოში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ინტერნეტ ტროლებით და ბოტებით ხდებოდა საზოგადოებაში სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება და ასევე ოლიგარქიული ინსტრუმენტები, ოლიგარქიული მმართველობა და ზოგადად ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შემდეგ, პირდაპირ წერია Freedom House-ის კვლევაში, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების კუთხით სტაგნაციას განიცდის. ოლიგარქიული მმართველობა, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ასუსტებს, ამის შესახებ მამაღლა საუბრობს ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და სამწუხარო, რომ საქართველოში ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა სახეზეა და ეს ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ინტერნეტ თავისუფლების საფრთხე რამდენიმე ფრონტზე გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ წვდომა გაიზარდა, ზრდა ნელი ტემპით განვითარდა. ტროლები, მთავრობასთან დაკავშირებული ბოტები და ინტერნეტ მომხმარებლები განსაკუთრებით ივნისის საპროტესტო აქციებისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააქტიურდნენ. საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტუნარიან არჩევნებს, ხოლო მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლის პერიოდში. ამასთან ერთად ზეწოლა გრძელდება ქართულ ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის გახმაურებულ საქმეებზე. თუმცა პროგრესი ბოლო წლებში სტაგნაციას განიცდის. ოლიგარქიული აქტორები დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკის განსაზღვრასა და პოლიტიკურ არჩევანზე. კანონის უზენაესობის აღსრულებას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ნებისმიერი დემოკრატია გამჭირვალობას ეფუძნება. ხალხმა იცის, ვინ მართავს და ვინ იღებს გადაწყვეტილებას და ვინ არის ანგარიშვალდებული მის წინაშე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხალხს არ მოსწონს ხელმძღვანელობა, ცვლის მას. არაფორმალური მმართველობის პრობლემა, რომელიც თქვენს ქვეყანაშია, არ ემყარება არც გამჭირვალობას და არც ანგარიშვალდებულებას და ასუსტებს დემოკრატიას. ასევე მინდა ვთქვა, რომ რუსეთის გავლენაც არაფორმალურია საქართველოში სოციალური ქსელებით და მედიით. არავინ დგას ხალხზე მაღლა დემოკრატიაში. ხალხია სუვერენიტეტის გარანტი. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ან განსაზღვროს, ვინაა ლიდერი, ვისაც პასუხს მოსთხოვს. ხალხს უნდა ჰქონდეს კონტროლის ინსტრუმენტი, რადგან კიდევ ვიმეორებ, არავინ დგას ხალხსა და კანონზე მაღლა. House-ის კვლევაში ასევე საკმაოდ სერიოზული ადგილი ეთმობა TBC ბანკის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და პირდაპირ წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანკის დამფუძნებლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს, თუ საიდან ხდებოდა კიბერშეტევები, საკმაოდ დიდ და მძლავრ ფინანსურ ინსტიტუტზე ხელისუფლებამ გამოძიება მოგვიანებით დაიწყო და ეს ერთ-ერთი, როგორც ყველაზე შემაშფოთებელი და გახმაურებული ფაქტი, ასეა მოყვანილი Freedom House-ის კვლევაში. კიბერშეტევა საქართველოში 2019 წლის მაისში მთავარ საკითხს არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ბანკმა TBC-მ 2018 წლის ივლისში საკუთარ თავზე გამოსცადა კიბერშეტევა. ბანკის წარმომადგენლებმა საქმის კურსში ჩააყენეს შინაგან საქმეთა მინისტრი. მიაწოდეს მას ინფორმაცია, თუ რა მისამართიდან განხორციელდა შეტევა. მინისტრმა გამოძიება მხოლოდ 8 თვის შემდეგ, მაშინ დაიწყო, როდესაც დეტალებმა კიბერშეტევის შესახებ პრესაში გაჟონა.
ხელისუფლების ოპონენტები განიხილავენ, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა პროსახელისუფლებო ტროლებს, რომელსაც მთავრობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მას შემდეგაც ოპონენტების გასაშავებლად აქტიურად იყენებდა. მათ შორის საუბარია TBC ბანკის დამფუძნებლებზე. Freedom House-ის კვლევაში ასევე მოხდა პირადი ცხოვრების ამსახურ კადრებთან მიმართებაში ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეო მასალები და იქ კონკრეტულად არის მოყვანილი ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, როდესაც 2019 წლის იანვარში სოციალურ მედიაში გაჟონა ფარულად ჩაწერილმა ვიდეო კადრებმა და ასევე მოყვანილია ყველა ის შემთხვევა, რომელიც ამ ტიპის დისკრიმინაციულ, ტერორისტულ, მორალური ტერორის შემცველ ფაქტებს ეხება. Freedom House-ის ანგარიში ნათია გოგსაძემ გაგვაცნო პირდაპირ ეთერში. სოფოკილაძე ადასტურებს, რომ ის ქმრის ძალადობის მსხვერპლია. დეპუტატი არ აკონკრეტებს, რა სახის ძალადობას ჰქონდა მის მიმართ ადგილი და ჟურნალისტებს მოუწოდებს მისი ახლობლების ინტერესების გათვალისწინებით თემა აღარ განავრცონ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დღეს სოლიდარობა ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა გამოუცხადა, მათ შორის მასთან მძაფრად დაპირისპირებულმა ოპონენტებმა. ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც მე გავაკეთე ის კომენტარი, რომელიც გავაკეთე, იყო ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული ძალიან უღირსი პოსტი, სადაც სიცრუე გავრცელდა პირდაპირ და ის, რომ ამას არ მოყოლოდა კიდე ცალკე სპეკულაციები, ამ სპეკულაციების დასასრულებლად გავაკეთე კომენტარი, რომელიც გავაკეთე. ძალიან გთხოვთ, უმორჩილესაც გთხოვთ, ჩემი ახლობელი ადამიანების ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი. საჯარო სამკითხვები რომ არ დარჩეს. რა სახის ძალადობაზეა? ბოდიში, გაგეცით პასუხი. და სოფოკილაძის საქმეს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა. ძალადობის მსხვერპლის შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურის და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა. ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ბოლო ვადა ამოწურულია. დღეს ოლიგარქის ცრემლიანი მონოლოგიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაცემული ემოციური დაპირების შესრულების დრო დასრულებულია, თუმცა ირკვევა, რომ ხალხი ისევ მოატყუეს მთავრობაში, ახლის ნაცვლად ძველი კადრები დააბრუნეს სოციალური შემწეობის გაზრდის მაგივრად კი დახმარება 38,000 ადამიანს მოუხსნეს. ქვეყნის მმართველი მაშინ საქართველოს მოსახლეობას აცრემლებული თხოვდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და პირდებოდა, რომ ზუსტად 1 წელიწადში ის ქვეყანაში არსებულ ვითარებას რადიკალურად შეცვლიდა. ეს იყო დიდი მორალური დარტყმა ჩემთვის, როდესაც დავინახე, რომ ჩვენ აბიჯებს წინ არ ვდგამდით და ის დაპირება, რაც მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა იმ მიმართვაში უთხრა ძოლგვარდიას, რაც ჩვენ გვითხრა, რითიც ჩვენ ერთად დავდექით თავის დროზე და პირობა მივეცით ერთმანეთს. აი ეს ყველაფერი ჩემთვის დაიმსხვრა იქ, სადაც ითქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს წარსულის ჯალათები ისევ აღვაზევოთ და ეს წარსული დავაბრუნოთ ახლა აწმყოში. ეს იყო კომპრომისი წარსულთან, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც გვაოცებს ქვეყანას, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ ხიფათს უქმნის. ამიტომ 1 წლის განმავლობაში მივიღეთ ის, რომ ყოველი მისი გამოსვლა არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის, სტაბილურობისთვის პირდაპირ ვიტყვი. მივიღეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად ხალხთან დაპირისპირებული პრემიერ-მინისტრი არის. მივიღეთ ის მინისტრები, რომლებიც რეალურად არაფერს არ წარმოადგენენ ქვეყნის მასშტაბით და არიან კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამტარებლები და მივიღეთ ის 1 წლის თავზე, რომ ივანიშვილიც პრაქტიკულად მოსახლეობასთან საკმაოდ დაშორებულია. ამიტომ მას მოუწია თხოვნა. ამ თხოვნას მოსახლეობა დაყვა და მას მხარი დაუჭირა, მაგრამ თხოვნა შეიძლება ადამიანებმა დაუკმაყოფილონ ერთხელ და დღეს უკვე ირიბად თუ პირდაპირ ისიც აღიარებს, რომ მას არ გამოუვიდა არაფერი. აუცილებლადო პენსიონერებს და ვეტერანებს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა დაუდასტუროთ და გაუზარდოთ მათ ის დახმარება, რომელიც აქვთ. შედეგი
პენსია წამლებს აღარ ყოფნის უკვე, ვეტერანებს კიდევ დახმარება ჩამოუწიეს 22 ლარამდე. ახალგაზრდობა უნდა მოვიზიდოთ, რომ ახალი სახეები შეემატოს ეგრეთ წოდებულ ქართულ ოცნებასო. ათასობით სტუდენტს აქვს შეჩერებული სწავლის გაგრძელების საშუალება, ვისაც განათლება აქვთ ევროპაში არიან, ვინც ვერ მოასწრო განათლების მიღება, თურქეთში მონურად შრომობენ. ეს არის მოწოდება ივანიშვილის მხრიდან, რომ ერთხელაც მომატყუებინეთ თავის საზოგადოების ეუბნება. ეს არის აი მუტიფრობის გაგრძელება. თან სასაცილოა რო არ იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული იმასთან, საით მიყავს მას ქვეყანა. ეხლა კიდე მოდის მთავარი არჩევნები, სადაც მისი ბედი უნდა გადაწყდეს და დარწმუნებული რომ გადაწყდება ისე როგორც ჩვენ ქვეყანას სჭირდება. ეხლა კიდე გვეუბნება რომ ერთხელაც მომატყუებინეთ თავი. და პრაქტიკულად გეუბნებათ რომ კი გატყუებთ, მაგრამ მოტყუდით ძალიან გთხოვთ. და აღარ უნდა მოტყუდეს და არ მოტყუდება ქართული საზოგადოება. ივანიშვილის ცრემლების 1 წლის შემდეგ ჯერათ მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებს ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი დაპირებებს ასრულებს და ოპოზიცია მას უბრალოდ თავს ესხმის. ამის მიზეზი კი მმართველი გუნდის წევრების შეფასებით ის პროექტებია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, მათ შორისაა წყალტუბოს პროექტი. ბევრი ცვლილებები განხორციელდა, მე მგონი ხედავთ თქვენ იმ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა და ხორციელდება, პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ გვყავს ახალი ხელისუფლება, ახალი პრემიერი, განახლებული მინისტრთა კაბინეტი და კადრებია ბატონო. უსურვო წარმატებები, არის სერიოზული გამოწვევები და დარწმუნებული ვარ იმ შემართებით და იმ სულისკვეთებით ღირსეულად უპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც დღეს არა მხოლოდ დედაქალაქში, ზოგადად ქვეყანაში არსებობს. ბიძინა ივანიშვილის ოქროს სასახლები რო დაედგა, ოპოზიცია მაინც იტყოდა რომ ეს ოქრო არ არის ნახშირის რაღაცა ფალსიფიკაცია. ამიტომ მე დროთა განმავლობაში სამწუხაროდ ვიდეო არ იმდასწრებდი რომ მიუხედავად იმისა რომ 3 წელი ვცდილობდი სულ ყოფილიყო რაღაც დიალოგის რეჟიმში მათთან კომიტეტის ფარგლებში ხა რაღაცა გამოვდივარ ამ რეჟიმიდან ჩემ და სამწუხაროდ რა როდესაც ადამიანები გიწოდებენ ქვეყნის მოღალატეებს და პრორუსულებს და რაღაცა გაუგებრობაში გადადიან მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანებთან დისკუსიაში შესვლა სამწუხაროდ უკვე აზრი აღარ აქვს. რეალურად ცვლილებები არის ქვეყანაში, არის ოპტიმიზაცია კადრების, არის ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში, საარჩევნო მზადებით, ასე უნდა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ქვეყანაში. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. თუ ქართული ოცნება ვერ მუშაობს, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო ქვეყნის განვითარებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ სიტყვებით საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებული ემოციით მიმართა. ყველას ახსოვს კადრი, შეწითლებული თვალებით და აკანკალებული ხმით, რომელიც მოსახლეობას რადიკალურ ცვლილებებს პირდებოდა. მან უწოდა თანადგომისკენ ძველ გვარდიას და გუნდში მიიწვია ახალგაზრდები. დაემუქრა ქართული ოცნების უსაქმურ ჩინოვნიკებს და თქვა, რომ 1 წელი ქვეყნის მოსახლეობას პირადად მისთვის უნდა მიეცა. სანაცვლოდ ქვეყანა ოპოზიციის დამანგრეველი რევანშისგან უნდა გადაერჩინა. პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს. მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვაში და პოლიტიკის შემუშავებაში. მინდა მიმართო ქართული ოცნების ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში. საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულის ტკივილი. მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში. არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 1 წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუცვლელი გახდეს. სასათბურე პირობები კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერის და იდეოლოგიის გამავრცელებლისთვის. ჯეფრი სილვერმანი, რომელიც USA რეალის ავტორია და უკვე წლებია ეგრეთ წოდებული პეტერბურგის ტროლების ქარხნის აქტიურ წარმომადგენლად მიიჩნევა, საქართველოში მუშაობს. ჯეფრი სილვერმანი თბილისში ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად პროგრამის მოხალისე მასწავლებელია და მისი საქმიანობა ბიუჯეტიდან ფინანსდება. სილვერმანის გამოცემა, რომელიც სიძულვილი სენის ტირაჟირებით და ყალბი ნიუსების გავრცელებით გამოირჩევა, ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტმა სანქციების შავ სიაში შეიყვანა. სილვერმანი ახლაც გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრშია და ამბობს, რომ სანქციების სიაში შეერთებული შტატების ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოზიციის გამო მოხვდა.
რუსეთის და ამერიკის მთავრობების პოლიტიკა იდენტურია. თითოეული მათგანი ატარებს საკუთარ ინტერესებს და საქართველო ამ ინტერესების შუაშია. მე ვიყავი სანქცირებული, რადგან ამერიკის რეალურ პოლიტიკაზე ვწერდი. FBI-ის და კონგრესის გამოძიების ობიექტი ვიყავი და ისე ამეკრძალა სტატიების გამოქვეყნება, რომ გასაჩივრების უფლებაც არ მომწეს. მუშაობდი ჟურნალისტად და ამერიკის საელჩომ ამიკრძალა სტატიების გამოქვეყნება როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში. ამიტომ შემდეგ სამხედრო თემაზე სტატიების წერა გავაგრძელე რუსეთში. ჩვენ წლებია ვაკვირდებით ანტიდასავლურ პროპაგანდას, როგორც ქართულ მედიაში, ასევე კრემლის პროპაგანდას რუსულენოვან მედიაში და ეს პიროვნება ხშირად აქტიურობს სწორედ ბულგარის ლაბორატორიასთან, ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კონსპირაციების გავრცელების მხრივ. ის 2018 წლიდან არის ავტორი ამერიკაში სანქცირებული მედია გამოცემის, რომელიც პირდაპირ იყო ბრალდებული ამერიკის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო და ასევე გარკვეული დესტრუქციული ქმედებებისთვის ამერიკის ტერიტორიაზე. არ მისცე ბიძინა ივანიშვილს წყალტუბო. ამ გზავნილით მესამე სექტორი ხელისუფლებას მიმართავს. არასამთავრობოები წყალტუბოს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი რესურსის უკვე გაცხადებული ფორმით პრივატიზებას დაუშვებლად მიიჩნევენ და მოუწოდებენ მმართველ გუნდს შეიმუშაონ წყალტუბოს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც გარემოს დამცველებთან ერთად დაიწერება. ამ განცხადების მიზანი არ არის რომელიმე ობიექტის პრივატიზება, გასხვისება, კერძო მესაკუთრის ხელში გადასვლა, თითქოს ეს იყოს რაღაც ისეთი მოვლენა, რომელიც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. აქ მთავარი კითხვები უკავშირდება სწორედ როგორ წარიმართება ეს პროცესი და რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი. მნიშვნელოვანია როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ეს მიიღება სახელმწიფოს მიერ გააზრებულად კონკრეტული ნაბიჯების წინასწარ დაგეგმილი პროცესის პარალელურად, თუ ეს მიიღება ერთი კონკრეტული ადამიანის მიუხედავად იმისა, რა სტატუსი აქვს მას და რა შესაძლებლობები აქვს მისი შეთავაზებების საფუძველზე მხოლოდ. კარგი თავიც არ უნდა იყოს ეს, დაუშვებელია, რომ სახელმწიფოს არ ქონდეს პირველ რიგში სტრატეგიული განვითარების გეგმა და ხედვა, რომელიც იქნება დაფუძნებული რაღაცა მეცნიერულ კვლევებზე, დემოკრატიულ ჩართულობაზე და ასე შემდეგ, ინფორმირებულ დემოკრატიულ ჩართულობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რომ სახელმწიფომ მოახდინოს ამგვარი მნიშვნელოვანი რესურსების პრივატიზება. ამას დღეს ვერ ვხედავთ იმას, რომ ერთ ადამიანზე არის მორგებული რეალურად ეს გადაწყვეტილება და ძალიან ბევრ ეჭვს და ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის ეს თავისთავად, იმიტომ დაუშვებელია ასეთი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან. 17 არასამთავრობო ორგანიზაცია კი პროკურატურას მიმართავს. მესამე სექტორი 20 ივნის დაშავებული სამოქალაქო პირებისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. მათთვის მიუღებელია საგამოძიებო უწყების არგუმენტი, რომლის მიხედვით სტატუსის მისაღებად მათ დამნაშავე უნდა გამოკვეთონ. 16 დაზარალებულს, მათ შორის მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც 20 ივნის თვალი დაკარგეს, პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს სწრაფად და ეფექტურად არ მიმდინარეობს გამოძიება სხვა მიმართულებით. უშუალოდ ჟურნალისტების დაზიანებისა და სხვა სამოქალაქო პირების დაზიანების თვალსაზრისით. პროკურატურა გვარწმუნებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც პირებს აშკარად ძიმედ დაზარალებულ პირებს უარი ეთქვათ სტატუსის მინიჭებაზე. გვიჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფოს არ უნდა აღიაროს სერიოზული ზიანის ფაქტი, რომელიც მოქალაქეებს და ჟურნალისტებს მიადგათ 20 და 21 ივნისის ღამეს. ეს არის პოლიტიკური ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლებას გამოძიებას არ სურს აღიაროს, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო ასევე სამართალდამცავთა მხრიდან. თურმე ამ ქვეყანაში აუცილებელი ყოფილა, რომ კონკრეტული პირის იდენტიფიცირება მოხდეს ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში ის, რომ დანაშაული იყოს ჩადენილი. ის, რომ მაკო გომურს არ აქვს თვალი, ვეკითხები ახლა გამოძიებას, ეს რა არის თუ არა დანაშაული. ხელისუფლება რაც უფრო მალე გადადგამს ამ ნაბიჯს, რაც უფრო მალე გამოიჩენს გონიერებას, რომ ეს სტატუსი მიანჭოს, მით უფრო უკეთესი იქნება ხელისუფლებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ქვეყნის გარეთ მათ შორის ნიშნავს სამართლებრივად დახმარების აღმოჩენას ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. დღემდე არ მიმდინარეობს გამოძიება ჟურნალისტებისათვის, პროფესიული საქმიანობისათვის ხელი შეშლის კუთხით და ჩვენ თუ გადავხედავთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ არც ერთ აქამდე მიმდინარე აქციის დაშლის დროს იგივე
მუდმივე 7 ნოემბერი 26 მაისი გავიხსენოთ, არ ყავს იმდენი დაშავებული ჟურნალისტი, როგორც ამ აქციების დროს. ჩვენ თვალნათლივ ხედავდით, რომ ჟურნალისტების მიმართ ხდებოდა სროლა დამიზნებით და არაერთი მძიმე დაზიანება აქვთ მათ მიღებული. პროკურატურის მოქმედება ამ საქმეში ცალსახად ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს, ამიტომ რომ ერთის მხრივ პროკურატურა სამოქალაქო პირებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ მათ მიენიჭოს დაზარალებული სტატუსი, თუმცა იგივე მოვლენებზე, იგივე საქმეში 67 სამართალდამცავი უკვე სარგებლობს დაზარალებული სტატუსით, ისევ პროკურატურის მიერ. ესეთი ორმაგი სტანდარტები ცხადია პრობლემა არის და ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს და ზოგადად მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა არ ხედავს, აიგნორებს განზრახ 21 ივნისის დროს სამოქალაქო პირების მიმართ დამდგარ ზიანს. მესამე დღეა ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. სალხინოს სასულიერო გიმნაზიაში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მუშაობა დილიდანვე დაიწყო. მათ გიმნაზიიდან ინვენტარი გააქვთ და ეპარქიის საკუთრებაში არსებულ ქონებას აღწერენ. გადაბარების პროცესს გიმნაზიის ლექტორ, მასწავლებლები და გადამდგარი პრორექტორიც ესწრება. სასულიერო გიმნაზიის შემდეგ გადაბარების კომისია აღწერას ღვინის სახლში და პატრიარქის სალხინოს რეზიდენციაში განაგრძობს. მთელი შემოსავალი ვახმარდით გიმნაზია პანსიონს და თვითონ ჯერ ახალი დაწყებული იყო მუშაობა და ისედაც თვითონ ვიძენდით ინვენტარი იყო თუ ყველაფერი. ეხლა ხანს დავამთავრე გათბობის დამონტაჟებაც, რომ ზამთარში იყო ჯავშნები, იყო ღონისძიებები ჩანიშნული და ამიტომ ყველა ნომერში ორის გარდა გათბობა იყო დამონტაჟებული, ორში არ დამცალდა, ასე ვთქვა. შეჯამება მოხდა თუ რა არის არსებული და კომისიის წევრებმა ყველა ერთიანი შეთანხმებით ხელი მოაწერა იმ გადაბარების აქტს. ეს არის ეს, მეტი არაფერი. და ხა არის პატრიარქის რეზიდენცია, სადაც ხდება ინვენტარი. დიახ, აქაც დავათვალიერეთ რა არის, როგორ არის და ესეც შესაბამისად შევა იმ აქტში ყველაფერი. დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს პროკურატურის 4 მოწმე გამოიკითხა. სასამართლოზე მხარეების დაკითხვას ის პირები პასუხობდნენ, რომლებიც სისხლიანი გარჩევის დროს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ. დღევანდელ პროცესზე დაკითხულ მოწმეებს შორის ერთ-ერთი ექიმია, რომელმაც დათუნა სარალიძეს სამედიცინო დახმარება გაუწია. კალანდიას ინტერესების დამცველის მტკიცებით სახელმწიფო ბრალდების მოწმეები კალანდიას დანაშაულს ვერ ადასტურებენ. ადვოკატები ასევე სადავოდ ხდიან წინა ადვოკატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროცესის დახურვასთან დაკავშირებით და სხდომის გახსნას მოითხოვენ. დღევანდელ პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. გამოძიება მიხეილ კალანდიას ხორავას ქუჩაზე დათუნა სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას ედავება. დღეს წარმოდგენილი 5 მოწმიდან არც ერთი მოწმე არ ადასტურებს ირიბათაც კი მიხეილ კალანდიას მიმართ შერაცხულ ბრალს. ერთადერთი დეტალი რაც თქვა მან ახალი რაც არ იყო დღემდე ცნობილი, ეს არის ის რომ ის არკაში ნამყოფად არ წარმოაჩენდა თავის თავს. დღეს სასამართლოზე დააფიქსირა რომ არკაში იყო შესული და დაინახა სარალიძე დაჭრილ მდგომარეობაში. ეძებდა თავის მეგობარს, რომელიც იყო იმ ეზოში. და მიზეზი მისი შესვლისა დაასახელა მხოლოდ ის გარემოება, რომ ის დაინტერესდა, რომ ენახა თავის მეგობარი თუ სად იყო აი ამ ჩხუბი და აყალმაღალი. მან თქვა, რომ იყო საშინელი ქაოსიო, ჩხუბი იყო რამდენიმე ლოკაციაზე, მაგრამ ვინ რას აკეთებდა, ვინ უსურტყავდა, არაფერი არ ვიცი, ერთადერთი დავინახე სისხლიანი იყო სარალიძეო და ამით დაამთავრა ყველა. მოწმეთა მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია იყო მნიშვნელოვანი ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან მიმართებით და ამასთან ერთად ეს ინფორმაცია საერთო ჯამში ადასტურებს გარკვეულ კომპონენტებს. მოწმემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილის მდებარე ტერიტორიაზე და მან საკუთარი თვალით იხილა კონფლიქტის მიმდინარეობა. როგორც ასევე ეს მოწმე აცხადებს, მას არ შეუძლია ზედმიწევნით თითოეული დეტალის გახსენება, აღნიშნულმა მოწმემ ცალსახად ახსენა და ადასტურა ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი. ცოტა ხნის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში ქონების გამოძალვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბრალდებული გია უდესიანის და ზაზა გუგავას სასამართლო პროცესი. მოსამართლის გადაწყვეტილებით გია უდესიანს დაუსწრებლად პატიმრობა, ხოლო ზაზა გუგავას 50,000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატები წაყენებული ბრალდების აბსურდულობაზე და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. დაცვის მხარის განცხადებით ბრალს არც ერთი არ აღიარებს. ადვოკატების ინფორმაციით
ინფორმაციით გია უდესიანის წითელი ციρკულარის ძებნაზე ინტერპოლმა უარი თქვა, უნგრეთის სასამართლომ კი მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. საქმე ეხება 2009 წელს გია უდესიანის მხრიდან ბიზნესმენ ემზარ ლიპარტელიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თანხის გამოძალვის საქმეს. ამ სასამართლოს პირობებში როგორ უნდა გქონდეს რაიმე სამართლიანობის განცდა, ესენი უბრალოდ ასრულებენ იმას, რასაც ითხოვს ხელისუფლება და რაც ითხოვს პოლიტიკური პროკურატურა. რა მიზნებს უნდა მოემსახუროს ახალი პატიმრობა? მითხარით, ამ ადამიანზე ძებნა აქვს გამოცხადებული, ისედაც პატიმარია და უბრალოდ შეეძლო ხო ფორმალურად მაინც არ ექნა ეს, არა, უბრალოდ მან გაიმეორა ის, რაც უნდოდა პროკურატურას. აი ეს არის მთელი ნარატივი ამ ყველაფრის. ხმა უნდა გავასაჩივრებთ. არც იგვაქვს მოლოდინი რომ რამე შეიცვლება, იმიტომ რომ ეს სასამართლოც, ის სასამართლოც, ყველა მურუსიძის სასამართლოა, ყველა ჩინჩალაძის სასამართლოა და ყველა ერთად ბიზნეს ხელის ბიჭები არიან. აბსურდია, სრული აბსურდია. სიმართლე გაირკვევა, ეს მინდა გითხრათ. მეტი არაფერი, სიმართლე გაირკვევა მალე. ჩემს მეუღლეს საზაგუკავას, რომელიც არის აფხაზეთის ომის ვეტერანი ადამიანი, მეორე ჯგუფის ინვალიდი. ჩემს შვილებს, ჩემს 3 მცირეწლოვან შვილს პროკურატურამ და სასამართლომ ერთად შეთანხმებით პირიდან უკმა გამოაცხადეს. გირაოს აუცილებლად ალბათ რაღაცას გავყიდით. მოვიძიებთ, მეგობრები დაგვეხმარებიან და ამ გირაოს ალბათ გადავიხდით, იმისთვის რომ ჩემი შვილები მამის გარეშე არ დარჩნენ და ვიღაცა მაინც რუნავდეს მათზე. სრულად აკმაყოფილდა ბრალდების ხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების გიორგი უდესიანის და ზაზა გუგავას მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიება. უდესიანის შემთხვევაში დაპატიმრება, ვინაიდან იგი მიმალულია და თავს არიდებს გამოძიებას და სასამართლოს და ზაზა გუგავას მიმართ გამოყენებულია გირაო 50,000 ლარის ოდენობით. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა იმ თვალსაზრისით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. ავარიას ყვარელში 3 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა 2 ნაწილად გაიყო. 4 მგზავრიდან 3 ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე წინასწარი ინფორმაციით ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა 3 პაციენტი მძიმე ავარიის შემდგომ მრავლობითი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით. 2 ადამიანი შემოყვანის დროს გარდაიცვალა 2 წუთის 3 წუთის ინტერვალში. ერთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, ასევე მრავლობითი სხეულის მრავლობითი ტრამვით, კალაფოზის მოტეხილობით, შინაგანის სისხლდენით, რის გამოც გამოძახებული იქნა კატასტროფის ბრიგადა, ჩართული იქნა რეანიმაციული ღონისძიებები და გადაყვანილია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში შემდგომი მკურნალობის მიზნით. თქვენ უყურებთ მთავარს 6 საათზე. რატომ უბლოკავს ხელისუფლება ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ატოცამდე მისასვლელ გზას? სახლი, რომელშიც მოძრაობის წევრები ბოლო 11 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ, გატეხილია. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები მომხდარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველა გზას მიმართავს იმისთვის, რომ მათ ტერიტორიაზე პატრულირება ვეღარ შეძლონ. დავით ქაცარავა ვარაუდობს, რომ სამართალდამცველების სახლში ინფორმაციის მოპოვების მიზნით შეიჭრნენ, თუმცა ადგილზე მხოლოდ პირადი ნივთები და აღჭურვილობა დახვდათ. ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის გურდს სურს დამალოს ის მძიმე რეალობა, რაც ამ დროისთვის საოკუპაციო ხასთანაა შექმნილი. პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ დაგვიბლოკოს ატოცში მისასვლელი გზები, ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს. დღეს დილით კიდევ მოგოწოდოს ინფორმაცია, რომ სახლი არის გატეხილი. ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის რაღაც გარკვეული მიზნით, რაღაც ინფორმაციას ეძებდა სავარაუდოდ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კვლავ შექმნას ინფორმაციული ვაკუუმი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა მოძრაობამ გაურღვია. რაღაც ისეც მალავს ჩვენი ხელისუფლება სოპელატოში ბორდერიზაცია გაკეთდა, ამას გაგებით მოეკიდნენ. ჩორჩანა წნელისის მისადგომებთან 24 საათიან სამუშაოებს აწარმოებს რუსული მხარე და ჩვენი გამოძევების მიზეზი გახდა ის, რომ ვეღარ მოვიპოვოთ ინფორმაცია
ვეღარ მივაწოდოთ ან მედიას, ან საზოგადოებას. ჩვენი ხელისუფლება თამაშობს რუსულ თამაშს, გვაბარებენ მეგობრებო, საქართველოს აბარებენ რუსეთს. და დროა ყველამ ამოვიღოთ ხმა. საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოცხადებულ თვითიზოლაციას, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება, დღეს გერმანიის ელჩი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. დიპლომატის შეფასებით ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ. საზღვრები, რომელიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს, აცხადებს გერმანიის ელჩი. გზების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება თბილისის მერიამ ვერ შეძლო. წლის ბოლოს კახიკალაძე საბიუჯეტო ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვით სწორედ ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული თანხა 11 მილიონით შემცირდება. სამაგიეროდ გაიზრდება სარეზერვო ფონდის დაფინანსება და მერიის სარეკლამო ხარჯები. ოპოზიცია თბილისის მერს ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით კალაძე ბიუჯეტს საკუთარი პიარისთვის ხარჯავს. თბილისის მერი კი ამბობს, რომ ყველა ცვლილება მხოლოდ დედაქალაქის საჭიროებას ემსახურება და მთავარი არხის ჟურნალისტ თბილისში განხორციელებული პროექტების დათვალიერებას ურჩევს. 1,500,000 ლარით იზრდება მერის სარეზერვო ფონდი. ამ ფონდს ჩვენ ვეძახით უკონტროლო ფულს, ანუ მისი შეხედულებისამებრ რომ განკარგავს კახიკალაძე და არანაირ წესში რომ არ ჯდება და თავად შეუულია გადაწყვიტოს ვის რამდენი მისცეს ვინახავს. მაგალითად გია გაჩეჩილაძეს გრეჩიხას როგორ გადაურიცხეს ამ ფონდიდან 30,000 ლარი 240,000 ლარით მოიმატებს სარეკლამო მომსახურეობას. საზოგადოებამ კარგად რომ გაიგოს, მაგალითად Facebook-ზე რომ დაარეკლამოს გარკვეული პოსტები კახიკალაძემ, ამაში ჩვენ დამატებით კიდევ 240,000 ლარს გადავიხდით. მერის სარეზერვო ფონდი იზრდება სარეკლამო ხარჯი, პარალელურად ცირდება 11 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად მერმა და მისმა გუნდმა ვერ შეძლო 11 მილიონი ლარი აეთვისათ ამ მიმართულებით. უკვე მე რამდენი წელია რაც კალაძის ბიუჯეტი შემოაქვს, საუბარი სულ იგივეზე, მიუხედავად და საწინააღმდეგოდ მისი წინასაარჩევნო დაპირებებისა, რომ ადმინისტრაციული ბიუროკრატიული თანხები დაიზოგება და ამით პროექტები განხორციელდება, ხდება პირიქით, მუდმივად იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები, იზრდება შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა, იზრდება მათი ანაზღაურება და ფული აკლდება კონკრეტულ საქმეებს. ასევე მუდმივად იზრდება ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ინფორმირების სინამდვილეში ბიუჯეტის ხარჯზე კალაძის რეკლამის თანხა. ბიუჯეტში მოითხოვეთ კორექტირების შეტანა. გულისხმობს სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდასაც 240,000-ით და ასევე 1,5 მილიონით სარეზერვო ფონდის გაზრდას, პარალელურად 11 მილიონით ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებას. თქვენ რო აგვიხსნათ აქ რა ლოგიკა, ანუ ჩვენ ცოტა გაგვიჭირდა. ლოგიკა არის საჭიროებებიდან გამომდინარე. ანუ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის საჭირო და რეკლამაა საჭირო. თქვენ გაიარეთ ქალაქში, გამოისწრინეთ და ნახავთ რამდენი პროექტი კეთდება. თბილისის მერიის 2017-18 წლის ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა. IDFI-ის კვლევის მიხედვით თბილისის მერიამ ინფორმაციის გავრცელების მუხრით 2018 წელს ბიუჯეტიდან 2,717,000 ლარი დახარჯა. სარეკლამო რგოლების მხოლოდ სატელევიზიო ეთერში განთავსებისთვის ჯამში 519,000 ლარი გადაიხადა, აქედან ყველაზე მეტი 79,5% ტელეკომპანია იმედში. 2018 წელს გაზრდილია ასევე საკრებულოს ხარჯები. 2017 და 18 წლებში მივლინებებში დახარჯული თანხა თითქმის 11,000 ლარით გაიზარდა. ასევე წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც მოიცავს მიღებებზე, ოფიციალურ სადელზე, წვეულებებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე დახარჯულ თანხებს, თბილისის მერიაში ეს ხარჯი 32%-ით არის მომატებული. 2017 წელთან შედარებით ასევე მერიაში საწვავის ხარჯებიც გაზრდილია 278,000 ლარით, ხოლო საკრებულოში 38,000 ლარით.
გამოიკვეთა, რომ სააგენტოს მიერ სატელევიზიო რეკლამაში დახარჯული თანხების 79% კონცენტრირდება ტელეკომპანია იმედში, რაც თვლით, რომ ასევე შეიძლება საყურადღებო იყოს, რადგან თანაბრად არ ნაწილდება, ვთქვათ, შესაბამის რეიტინგულ ტელევიზიებზე. რაც მნიშვნელოვანია, მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო 2018 წელს გაიზარდა. ასევე ავტომობილების რაოდენობის ზრდა არის, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვია მუნიციპალური ინსპექტორის სამსახურის შემოღებამ, იმიტომ რომ მანქანები საჭირო იყო ამისთვის, ახალი მანქანები შეიძინეს. საკრებულოშიც ზრდა არის ავტომობილების და ასევე საწვავის ხარჯის, საკმაოდ პრობლემურია. იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომელთა რაოდენობაც ბევრად ნაკლებია საკრებულოში, შესაბამისად იმ პირების რაოდენობაც, ვისაც განპირობებულია ეს ავტომობილები და მათ ემსახურება უშუალოდ ეს ავტომობილები, არ არის იმ რაოდენობის, რომ ვთქვათ 53 მძღოლი ემსახურებოდეს და ყავდეთ 40 მანქანა. ტოგოში დღე დაყვანილი მეზღვაურების ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თქმით, საქართველოს საელჩო საბერძნეთში მუდმივ კავშირზეა ბერძნულ კომპანიასთან, თუმცა ამ დრომდე მეკობრეების გემთმშობელ კომპანიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მეზღვაურების გატაცების შესახებ ინფორმაცია როიტერმა გუშინ გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ და ეკიპაჟის 4 წევრი, მათ შორის 1 ქართველი, 1 ბერძენი და 2 ფილიპინელი გაიტაცეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით კი თავდასხმის დროს იყო სროლა, რის გამოც გემის დაცვის თანამშრომელი დაიჭრა. ჯერ სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით არ მიგვიღია, ჩვენ სულ ახლახანს ვესაუბრეთ გემის ოპერატორ კომპანიას, მეზღვაურების ადგილმდებარეობა ამ მომენტისთვის გარკვეული არ არის და ასევე გვითხრეს, რომ დღის განმავლობაში კვლავ შევუხმიანდებით, კვლავ გვექნება კომუნიკაცია და თუ რაიმე სიახლე ექნებათ ამ თემასთან დაკავშირებით მოგვაწვდიან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და იმედოვნებთ, რომ ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ერთადერთი ასეთ შემთხვევაში მეკობრეების დაინტერესება ეს არის ფინანსები. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მისივე საქმის განხილვას დღეს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ პროცესზე ოქროაშვილის წერილზე ისაუბრა, სადაც ბრალდებული პროცესის გადადებას ითხოვდა და სახაზინო ადვოკატზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. მოსამართლემ სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობა თვითაცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა პროკურორმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ოქროაშვილის გამოუცხადებლობა სხდომებს აჭიანურებს. დღევანდელ პროცესს ოქროაშვილის თანაგუნდელები ესწრებოდნენ. კოტე კემულარიამ სახაზინო ადვოკატს უნდობლობა გამოუცხადა და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა. მომდევნო სხდომა 12 ნოემბერს ჩაინიშნა, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, თუმცა უცნობია დაესწრება თუ არა ამ სხდომას ბრალდებული ირაკლი ოქროაშვილი. ბატონო ირაკლიმ განაცხადა, რომ მან ითხოვა გონივრული უადა სასამართლოს თანამიმართებაში, რომ აეყვანა, ასე ვთქვათ, ადვოკატის შეთანხმებით. მას არ მოუთხოვია ადვოკატი სახელმწიფო ხარჯზე და როდესაც სასამართლო მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან ამის შესახებ განაცხადა, რომ არ სურს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის მომსახურება. ადვოკატი არ უნდა ყოფილიყო აცილებული, ვინაიდან ბრალდებულის პოზიცია გაურკვეველია, თუ როდის შეძლებს ის საკუთარი ხარჯით ადვოკატების აყვანას, შესაბამისად, რომ არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება, სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის არ იყო მიზანშეწონილი სახაზინო წესის და ადვოკატის აცილება, ის არ აცხადებს თუ რა მოტივით არ ცხადდება სასამართლოს სხდომაზე. ჩვენ ყავს 413 მოწმე წარმოსადგენი, მაქსიმალურად წარმოვადგენთ მოწმეებს, რომლითაც დადასტურდება მისი ბრალდება. რამდენად ობიექტური იქნება თეატრი ლუკიანის დაქვემდებარებაში მყოფი ადვოკატი ირაკლი ოქროაშვილის მიმართ, ამას ალბათ ძალიან დიდი არგუმენტები არ შედება. შესაბამისად, ირაკლი ოქროაშვილი არის ფაქტიურად დაცვის გარეშე დარჩენილი. არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ დაცვის სტრატეგია აი ესეთი, როცა მთელი სახელმწიფო პოლიტპატიმარი ირაკლი ოქროაშვილის წინააღმდეგ მუშაობს და დაჩქარებული წესი, რაღაც კონვეიერული წესი დაცხობენ აი ამ სასამართლო პროცესებზე და მათ უნდათ, რომ როგორმე მიუსაჯონ ირაკლი ოქროაშვილის პოლიტპატიმარს, სანამ ჩამოიშლებიან ბოლომდე. უცნობი არტისტის სკანდალური პერფორმანსი საპატრიარქოს სკვერში დილით გამბლელებს უცნაური სანახაობა დახვდათ. ჩვილის სისხლიანი მოჭრილი თავები მიწაზე იყო დალაგებული. ავტორმა ანონიმად დარჩენა გადაწყვიტა, ახალშობილის სისხლიანი თავები კი მისივე თქმით მართლმადიდებელ ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. კონკრეტულად კი პედოფილიის შესაძლო შემთხვევებს, რაზეც საზოგადოება რეაგირებას მოითხოვს. უცნობი ხელოვანი გეგმავს, რომ პერიოდულად ასე უპასუხოს მოვლენებს, რომელიც ქვეყანაში მოხდება.
საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს. პოლიციის განცხადებით დაკავებულს მანქანა მაცევრით 41 სირიელი და ირანელი არალეგალი მიგრანტი, მათ შორის 6 ბავშვი გადაყავდა. მედიის ცნობით მანქანა საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. დაკავებული 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო 1 თვის განმავლობაში კი საბერძნეთში ქართველების მიერ არალეგალი მიგრანტების გადაყვანის უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება. ნიკოლოზ საბაშვილი მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას ცილის წამებას უწოდებს და საქმის გამოძიებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პოსტის დატოვებას აანონსებს. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საბაშვილი არაბულ ბარებს ქართველი ბავშვებით ამარაგებს და ფულის სანაცვლოდ მათ სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებს. ეს არ არის ცილის წამება, ეს არ არის ცრუ ინფორმაცია, ეს არის ადამიანის მკვლელობა, ეს არის ის, როგორ შეიძლება გაანადგურო ადამიანი. მე ვთხოვ შესაბამის სამსახურებს, რომ ეს საქმე გამოიძიონ. ის მოწოდებები, ის მუქარა, ის ლანძღვა გინება წყევლა, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ წამოვიდა, ეს არის ჩემთვის ძალიან რთული ასატანი საქმის გამოძიების გარეშე. მე პირადად ეხლა ამ გადმოსახედიდან ვერ ვხედავ ვერანაირ აზრს და არს ჩემი თუნდაც შემოქმედებითი კუთხით არსებობას და ვერაფერს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარი პირდაპირ ეთერში 9 საათზე ბრუნდება. ნახვამდის.